გინდა რომ შენ ძრავს ეგეთი რაღაცები არ დაემართოს. ძალიან მარტივია მაგ პრობლემების თავიდან აცილება. შეგიძლია მოხვიდეთ ვაკაცი მოტორში და ლუკას ოილის ზეთი შეცვალო შენს ავტომობილში იმისთვის რომ პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. თუ ზეთიდან გამოწვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა. სხვა რაღაცებიდან გამოწვეული პრობლემებს ზეთი დიდად არ აგვარებს, მაგრამ ზეთის ფუნქციონალი რაც არის, თავიდან ბოლომდე შეასრულებს. ეხლა მინდა აგიხსნათ, რას ნიშნავს ზეთი და მისი კლასიფიკაცია. ძალიან მარტივია. ამ შემთხვევაში ვუყურებთ 5 განსხვავებულ 5-30-ს. 5-30 ეკო-FT, 5-30 CO4 ეკო, 5-30 C3 ეკო, 5-30 C2 C3 ეკო პლუსი და 5-30 C3 ეკო V. რა სხვაობებია ახლა ამ ზეთში? ანუ ყველა 5-30-ია, ანუ ტემპერატურული მაჩვენებელი და დენადობა დაბალ და მაღალ ტემპერატურაზე ყველას ერთი იგივე აქვს. თუმცა განსხვავდება დაშვებებით, რომლებიც ავტომობილებში კონკრეტულად მწარმოებელმა გითხრა, რომ ჩვენ ავტომობილში ესა და ეს დაშვება უნდა გამოვიყენოთ. Renault-ში, Ford-ში, Range-ში და ასე შემდეგ, ანუ Fiat-ში, Fiat Group-ში, Maserati-ში და ძალიან ბევრ ავტომობილს აქვს კონკრეტულად თავისი ძრავისთვის დაშვება, რომელიც სწორად უნდა შევარჩიოთ და სწორად უნდა გამოვიყენოთ. ზუსტად ამისთვის შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი კატალოგი, რომელიც გვიდევს და კატალოგში თქვენ ავტომობილს თუ არჩევთ, ზუსტად უწერია რომელი ზეთი უნდა გამოიყენოთ, მაგალითად 5-30-ს რო დაწერს, 5-30-ს ასევე აწერს, რომელი 5-30 გამოიყენება, მერე შეგიძლიათ მოხვიდეთ და შეცვალოთ. თუ ზეთის შეცვლა გჭირდება ავტომობილში, აუცილებლად მაგაცი მოტორსი შენი ყველაზე სწორი არჩევანია. დროებით.